არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებით ის საპატრიარქოს კომისიაზე დაიბარეს, როგორც სასულიერო პირმა განმარტა, ის სამშაბათს 2 საათზე არის დაბარებული. გაგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს საპატრიარქოს ეპარქიულმა კომისიამ დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ ცილისწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები. ილია მეორის ბრძანებით კი არქიმანდრიტი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განწესდა. თავად სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ მის დასასჯელად ოლიგარქის რეჟიმი საპატრიარქოს იყენებს, მიზეზი კი მისი აქტიურობა და უსამართლობასთან შეუგუებლობა. რაც თვითონ მითხეს, ეს არის, რომ თითქოს და მე ცილსწამებს საეპარქიო კომისიის წევრებს და ეპისკოპოსებს, რომლებიც ზოგიერთი მათგანი ამ კომისიის წევრია და ეს არის დაბარების მიზეზი, მაგრამ ზუსტად ეს მიზეზი არის შეცდომა, იმიტომ რომ მე თუ საეპარქიო კომისიის წევრებს ცილსწამებ, მაშინ სხვა უნდა გაარკვიოს და არა თვითონ ამ კომისიამ. ამიტომ ეს უნდა გაარკვიოს სინოდალურმა კომისიამ და არა იმავე კომისიამ, რომელ კომისიასაც 1000 დარღვევა აქვს კანონის მიმართებაში. მთავრობისგან აქვს დავალება, რომ მე გამანეიტრალონ, მაგრამ მე ამით ვერ გამანეიტრალებენ, ისინი უფრო თავიანთ თავს გაინეიტრალებენ საქართველოდან.